სად გაქრა ენდრიუ? რატომ მიატოვა 200,000 გამოუწერიანი არხი და როდის აპრობებს დაბრუნებას? ამის პასუხს ამ ვიდეოში გაიგებთ, ამიტომაც გეჭირთ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო. კარგით, მისი სახელი და გვარი სრულად ანდრია თოფურია გახლავთ. ეგრეთ წოდებული ენდრიუ. მოდი დავიწყოთ იმით, რომ იგი თამაშობდა Brawl Stars და თუ გითამაშეთ ერთხელ მაინც იცით როგორი თამაშიც არის. ხო და ჩემი აზრით ამ ადამიანზეც მოახდინა გავლენა Brawl Stars-მა და ისეთი დამოკიდებული გახდა, მან გადაწყვიტა YouTube-დან წასულიო. ხალხო, მოკლედ რაღაც პირადული პრობლემები შემექნა, რის გამოც გადავწყვიტე დავტოვო YouTube-ი, ამიტომ ჩემი არხი იყიდება $1000. ვისაც გაქვთ სურვილი, მომწერეთ Instagram-ზე, მადლობა და დრო. ნუ პირადული პრობლემები შეექმნა რა. მაგრამ არავის უსქრესო არ დაბრუნდებოდა. მან Instagram-ზე დადო პოსტი, სადაც თქვა, რომ ნოემბერში დავბრუნდებიო. და გუშინ დადო, რომ Instagram-ზე ედიტორი მჭირდებაო. ანუ ეჭველი დაბრუნება უბრალოდ და დავალდოთ ნოემბერს. ნუ როგორც თქვი, ძალიან დამოკიდებული იყო. Ores და 5 წელია და ამ დროს დაიდო ახალი ვიდეოს სრულიად ახალ არხზე. სალამით ყველას, მე ვარ გიორგი და დღეს გადავიღებთ ვიდეოს. რა ქვია, ვითამაშებთ ტრიოს, შემდეგ ვითამაშებთ ერთ-ერთზე და ჩვენი მთავარი საფრთხე ვინ არის ეს? მე ვიცი, ვიღაც რენდომ მოთამაშეა. ვიღაც რენდომ მოთამაშეა, ხო? ხო, ვიღაც რენდომ მოთამაშე, ვიღაც. ამ დროს ისეთი პოპულარული იყო Brawl Stars-ი, რომ ენდრიუ გადააკოდა ნახვებისთვის. და ცუდი მხრივ არა. მისახზე თუ გადახვალთ ერთი ვიდეო მაინც რომ დაასახელოთ, რომელიც მაგრად დაედიტებული არ არის. 24 საათი შეუსრულებლად ვითამაშე Brawl Stars-ი და საინტერესო რომ გამეხადა ეს პროცესი გავაკეთე ახალი აკაუნთი, რადგან მენახა რამდენი ბრაულერის გახსნას და რამდენი თასის აკაჩვას შევძლებდი 24 საათში. განსაკუთრებით ახალი სისტემის მერე რაც ყუთები ამოიღეს თამაშიდან. და ბრუნდეთ ყუთები, ბავშვ ყუთები უნდა. ხო, ეხა ვერ მოიტყუები რომ ცუდა დაედიტებდა. ჯერ მარტო ბავშვ ყუთები უნდა რო თქვა AI-ით რამდენი ხანი დასჭირდებოდა გადასვლა, ფულების ჩარიცხვა. ნუ ძალიან ბევრს სწავლობდა ვიდეოებს ამას თქმა მინდა. ხო და ხუმრობით მეც დავიწყე AI ვიდეოების გაკეთება. ვითომ როგორ გამოჩნდება ინტერვიუ ვიდეოებში, როგორ დაბრუნდა YouTube-ზე და ძალიან ეტყობოდა რომ AI იყო, მაგრამ ხალხი მაინც უწევდა AI-ა. ეხა ამას როგორ ვერ დამხვდე რომ AI-ა. ენდრიუ დაბრუნდა და უგრმესი მადლობა 200,000 გამომწერისთვის. ამას საერთოდ ჭიქა უჭირავს და ყველა მიხვდება რომ Instagram-ის ფოტოდანა ამოღებული. ყველა მიცის რომ AI-ა. ანუ საბოლოო პასუხი არის უეჭველი დაბრუნება YouTube-ზე, მაგრამ ნოემბრამდე თუ მოვიცდით იმედია. ენდრიუ გეოლები და იმედია მალე დაბრუნდები თუ ამ ვიდეოს უყურებ. გამოიწერე არხი, დაალაიქე ვიდეო და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.